თელავში აბანოს ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდა განახლებული უბანი დღეს თელავის გამგებელმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. ქალაქის ძველ ქუჩაზე 200 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდა და ქვაფენილით მოპირკეთდა. გამოიცვალა კომუნიკაცია და წყალგაყვანილობის სისტემა. მოიწყო ფეხით მოსიარულეთა ბილიკიც. რეაბილიტირებულ ქუჩაზე მდებარეობს ერეკლე მეორის დროინდელი აბანო ქუჩის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100,000 ლარი დაიხარჯა. ეს აბანო ისტორიული აბანოა. აბანო და ძალიან მიტოვებული და უკაცრავად გამოთქმისთვის და მიგდებული იყო. ეს ქუჩაც ძალიან ბევრი წლების მანძილზე ძალიან სიბინძურე იყო. მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდები, ბავშვები, სკოლის მოსწავლეები დადიოდნენ ამ ქუჩაზე და ძალიან უჭირდათ და ხალხის თხოვნით, ჩვენი ყურადღებით მუნიციპალიტეტის ხარჯებით გაკეთდა ეს ქუჩა. მომავალში იგეგმება აი ამ აბანოს რეაბილიტაცია. აი ეს გზა იყო შვილო ისეთი, ვერ გაევლო ადამიანს. ღამე ბავშვები ზამთარში დადიან სკოლაში. სკოლა, პირველი სკოლა გვაქვს აი აქ. ვერც გაევლოთ, ვერც გამოევლოთ, ბარდები იყო აი აქამდე მოსული. ეს გზები ოღრო-ჩოღრო ვარდებოდით, ცვივდებოდით შიგ, კანალიზაციები იყო შიგ. ჟეშტი დამიფარეს შვილო და ის შეიმუშაც კი ჩავარდა და სხვამ კიდე კბილები ჩაიცვენია იქ. აბა რა გითხრათ მეტი? ამაზე ძალიან კმაყოფილები და ძალიან მადლობლები ვართ.